ქართული ოცნება ავტორიტარიზმის ახალ მწვერვალებს იპყრობს და ქიმიური მოწამვლის შემდეგ უკვე ფინანსური რეპრესიების წნეხში გატარებას უპირებს საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ემიგრანტებს აუკრძალებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ახლა ახალი რეპრესიული კანონმდებლობით მათი ოჯახის წევრებსაც გადასწვდნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრებით გადმორიცხვებით ირჩენენ თავს, პრაქტიკულად ახალ ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ და ფინანსურ რეკეტს მოუწყობენ თუ ეს დაჭირდებათ, მათ აეკრძალებათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, დაარღვევენ მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისევე როგორც დაარღვევენ მაგალითად მეწარმეებისას, სრულიად აბსურდული რეგულაციით, თუ კი პირის პოლიტიკური საქმიანობა ან განცხადებები მის სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირში არ არის. მსგავსი აბსურდი მანამდეც არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ხშირად გვაკვირვებს ხოლმე ასეთი სიახლეებით, ეს შეეხება აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც არიან დასაქმებულები ორგანიზაციაში, სადაც 20% მაგალითად დაფინანსების მომდინარეობს უცხოეთიდან, არის ყველაფერი გაგრძელება იმ დრაკონული კანონების, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტიამ ძლიერმა საქართველოს ლელომ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც შეეხებოდა ინდივიდებისათვის პერსონალური პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ახალი რეპრესიული კანონმდებლობაც გავასაჩივროთ, როგორც ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის იმედიც არ გვაქვს, მაგრამ ვებრძოლოთ საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრე ქართული ოცნების აი ამ ცდელობებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზეც.